სალამი ძვირფასო გამომწერებო, ბასრი დისკუსიები გიერთდებათ აქტუალური, ასე ვთქვათ, თემით და ესე არ ვაცივებთ მოკლედ კანონზე ხელხელ ამბებს და გიორგი აგერ ახალი დოკუმენტებით არის როგორც ხედავ მოსული და მოკლედ ალბათ საინტერესო საუბარი გვექნება. ვიცი, არა მიშავს გელოდები რას გვეტყვი. მე მოვედი ცოტა მომზადებული. შეიძლება თავგადასავალი ხო არ გქონია ამ ახალი კანონის პირობებში. რა უნდა მქონოდა ახლა აგერში დავდივარ იმ უდანოთ და თუ დავდივარ კიდე ხო გაჩვენეთ ახლა სამ პარკში მქონდა გადაყვეული მასკიროვკა და ასე შემდეგ. სანამ ჩემ თემაზე გადავალ. ესეთ რაღაც შესავალებით გავაკეთებ, რომ ჯერ ერთი პირველი ყველა იმას ვერ პასუხობ. უამრავი შეტყობინება მომდის, რომ ამის ტარება შეიძლება, იმის ტარება შეიძლება, არ ვიცი, ესეც სახეს დავარქვი, რომ რაღაცნაირად მაშინ ხა ზუსტად მაგაზე მინდოდა რაღაცა მეთქვა და ის მეთქი ცოტა მერე ვიტყვი თქო. მე მაქვს ერთი ესეთი დავთავრებ აზრს და ანუ ფიზიკურად ჯერ ვერც მოვახერხებ, ესე პირადად რომ ზოგი მირეკავს რა და ამის ტარება შეიცვალა, ეს როგორი კანონი მიიღეს და ხა როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ახლა აი ამდენი ხალხი უყურებს გადაცემას, იმდენი არის რა და ასე ყველას პასუხი გავცეხულობ ფიზიკურად შეუძლებელი ნეტა შემეძლოს. ნეტა ნერვი მქონდეს მაგისი და ნეტა დრო მქონდეს მაგისი და სიამოვნებით ყველას გადავუყობოდო. მე ერთ დავამატებ მაშინ ბატონო გიორგი, რომ ანუ ეს დღეები, რასაც უყურებ განსაკუთრებით სოციალურ, ასე ვთქვათ, ქსელებში, კითხვა რომ ისმის რომ რაღაცა ამის ტარება შეიძლება, იმის ტარება შეიძლება, იმდენი აბსურდული პასუხი ვნახე, რომ თხოვნით მინდა მივმართო ხალხს, რომ როდესაც რაღაცაში არ ხართ ზუსტად გათვითცნობიერებულები და ნუ მისცემთ ადამიანს ისეთ რჩევას, რომ შეიძლება თქვენი რჩევის გათვალისწინებით ის ადამიანი დიდ შარში გაეხვიოს. ეს აი ძალიან დიდი თხოვნა და რატო? ანუ ადამიანმა დაწერა რაღაც კონკრეტული кейსი, რომ თუ შეიძლებაო და ვიღაცა მეო უეჭველი ვიციო, 6 სანტიმეტრი თუ არისო, მაროჩი მწვანე გაქვს. ანუ აზზე არ არის, არ ჩასწორების, არაფრის. ესეთ შემთხვევაში ძალიან ბევრი. ამიტომ თხოვნაა, რომ იგივე მიხეილ ბევრი ყოფილა ხოლმე მეკითხებოდნენ, რომ საბარგულით რო ვატარო და არასდროს არ მიგვამს ხოლმე. ყოველთვის ვიძახდი, რომ ყოველთვის პოლიციელზე დამოკიდებული, მაინც და ბოლო პირადი კი ხედავ მივეთიქა. საბარგულებიდან მასიურად იღებენ და ვიძახიან, რომ რასაც მე ვიძახდი, რომ პოლიციელი განმარტავს, რომ შენ უცებ შეგიძლია გადამოხვიდე და დანა მოიღო და დანაშაული ჩაიდინო. ეს განმარტება მოსდევს რა. მეორე არის კიდე იმასაც არ ვიცი ეს პოლიტიკურ შემთხვევას მიხმარებიშა. ბევრი უარყოფითი კომენტარი მოყვა ამას და იცი რას გავემიჯნები? აი რაღაცა სიძულვილი და ეს ზიზღირო ჩანს რა და რო იკითხება რომ ეს ხალხს უერთმანეთი ძულს რა და მე მგონია რომ ერთი ხალხი ვართ ყველანი ერთად მთავრობაში წაკეთა მხარესაც და აი ამდენი ხანია წრე რო ტრიალებთ მაგისი ბრალი არის რომ სულ სხვებისკენ ვიშვათ ხერს და სინამდვილეში ჩვენ შეიძლება პრობლემა მეგობრებო და აი ეს ერთად თუ არ დავდექით და ერთად თუ არ გადავლახეთ რაღაცეები, აი ეს სულიკითკენ ხელის გაშვერით, მე მგონია რომ სულ პრობლემის წინაშე ვიდგებით მიხეილ. ნამდვილად გეთახმები. კი ბატონო. მეორე კიდე იცი რას ვიტყვი? აბსოლუტურად მესმის იმ ხალხის რომ გახარებული არის 4 სანტიმეტრი ჩაიწერა. თუმცა, ნუ ჩემთვის მიუღებელი არის რა. აქამდე მქონდა ხოლმე ბრელოკიდანებით დავდიოდი მიხეილ და რომ მიყვარდა, მაგრამ ეხლა მე აღარ ჩავიდეთ ეგეთთან, ასე იმიტომ რომ ჩემთვის მეუღებელია რა. იმიტომ არ ჩავიდებ, რომ ეხლა განსხვავდება, რომ აი ამაზე მეტი არ უნდა ჩავიდო რა და ჩემთვის ეგ მეუღებელი არის, არ ვიცი. მირჩევნია რაღაცა პირის გარეშე ჩავიდო დანა და კლიფს ამქონდეს, აი ესე ნაპრემცი პროგრამაჩი, ხო, ვიდრე აი 4 სანტიმეტრიან დანას გადმოვიღებ, მე კიდე წინაზეც ქონა და მაგასაც კიდე გავიაროთ ეგეც და მოკლედ პატარა ჩვენც ცოტა გამოვედით, გამოვხიზებდით, მივიღეთ და რაღაც შეგვიძლია რომ ნელა ჩავშალოთ ეს რაღაცეები და აბა სახელი დავარქვათ. პირველი გუშინ მქონდა იურისტებთან შეხვედრა. ალბათ მაგ იურისტებსაც მე მაგათთან შეთანხმებით გავაზიარებ, რომ იმიტომ რომ რაღაც დიდი გამოცდილება აქვს ყველასთან შედარებით მეტად არიან გარკვეულები ამ საკითხში და ნუ მასიურად ხდება რომ პრობლემა აქვს მოქალაქეებს სხვათან მიმართებაში და რომ დაეხმარონ ხოლმე ეს იურისტები. ამაგასაც ალბათ გაგიზიარებთ რა დავეკითხები. ხო და ჩვენ ხომ მაინც რაღაც ტექნიკურად ვფიქრობთ რაღაცა დეტალებზე, რომ აი პარამეტრებს ჩავეძი, იმას ჩავეძი, ამას ჩავეძი, მაგრამ აი ადამიანი მაგალითად რა სხვანაირად რო შეხედავს იგივე თვალით და პირველი დაიწყეს თუ არა კითხვა და ესეთ საინტერესო რაღაც წერია. მანამდეც ეწერა, მაგრამ კანონში არ ეწერა. ხო და მე ძალიან მომეწონა ეს რაღაცა და მაგას ჩავეძიები და მოკლედ ცივი რაღაც მიიჩნევა იარაღი, რომლის მოქმედებაც ხორცელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხებით ობიექტის დასაზიანებლად. ეს წინაზეც ხო აღვნიშნეთ. კი, წავიკითხეთ, მაგრამ ჩვენ ხო ჩავძებივთ მაგას და სინამდვილე გითხრათ, აქამდე არც მე ჩავძებივ, რომ კანონში არ ეწირეს რაღაცა. კანონში ეწერა ცივი იარაღი და ვეძებდით მაგას რა არის ცივი იარაღი და თურმე ეხლა მე შემიძლია მიხეილ. ანუ კანონში წერია განკუთვნილია. ანუ და ექსპერტთან შემიძლია მივიდე და ვკითხო განკუთვნილია თუ არა. ხვდები?
და მაგისი დასკვნა, განაც ცივი არაღის დასკვნა მოითხოვო. ანუ კანონში რო ჩაწერეს ექსპერტმა უნდა გადაწყვიტოს ახლა ეს განკუთვნილი არის თუ არ არის რა და მე რაღაცა ნივთზე მივიტან. მე არ ვიცი, არ ვიცი, ლევან. მოკლედ გავარკვეთ მე და შენ მაგას. ყოველ შემთხვევაში იცოდე რომ მაგ კითხვით მოვალთ შენთან რომ მაგალითად რაღაცა კონკრეტული ნივთი განკუთვნილია თუ არა ნივთის დასაზიანებლად და თუ არ არის განკუთვნილი, მაშინ შესაბამისად ის ცივი არაღის კატეგორიაში უნდა მოხდეს. ხო, კი ბატონო, მე არა იურიდიული თვალით, ანუ ეგ ჩანაწერი წინაზე რომ ვკითხულობდით, ძალიან ისე კარგად მახსოვს რომ გითხარი რომ მეთქი აი არა ხო არ ვიცი მე ესე. აი პირდაპირ რომ მეთქი რამხელა მარაზმატული არსის მატარებელია რომ ანუ ძალიან კარგი რომ იურისტებმა ესეთი მოდი ერთსაც შეფასება გააკეთეს. ერთსაც ვიტყვი კიდევ რომ რაღაცა მედანეებში ცოტა ისეთი ის მოყვა ემოციები რა საერთოდ არაფერია შეცვლა მიშა. არაფერი, აი მაგის თქვა მინდა, კი რა. საერთოდ არაფერი. კაია რომ გამახსენე. ნამდვილად, ანუ თან როგორი რა რა შეიცვალა ახლა. როგორი რა მოყვა, იცი რომ ანუ ძალიან დედასპიცა ვარ ზოგმა დაპანიკებულმა, გავყიდი და იაფად გავყიდი და რა თქმა ისქენი, მაგრამ ანუ რა შეიცვალა, ნუ გადამრიეთ, არაფერი არ შეცვლილა. გეგონა მანამ ის დაქონდა, რა ქვია, ორი კომბატრუდონი. ვისაც უნდა ასედაც დაქონდა, იმის ასედაც ერჩოდნენ ისე რა და. კი ბატონო. ძირითადად ყველაზე მეტი ალბათ შეიცვალა ჩემთვის, რომ უამრავი დასკვნა მქონდა, რომელმაც რაღაცა წილი ძალა დაკარგა და რომელზეც მომიწევს ახლა ადაპტაცია. მეტი არაფერი არ შეცვლა საერთოდ ახლა 40 მმ-იანი დანეთო ახლა ბევრი წერდა, რა ვიცი, ბევრია 40 მმ-იანი დანა. ანუ ვინმე უშლიდათ მაგამდე მაგიცი არ გულს რა ვიცი. ხო, არ ვიცი. 40 მმ-იანი დანაზე რომლები ხარ თავად დანაჭერი ერთი, ხო. ხო, არავინ არ გიშლიდა და ბევრი არაფერი არ შეცვლა. მაგრამ საზოგადოებისთვის შეიცვალა ისე რომ აქამდე თუ მარტო ჩვენი პრობლემა იყო ეს საკითხი, მე მგონია რომ ახლა ყველას პრობლემაა. ნამდვილად. თუ ან ნებისმიერ ადამიანს შეუძლიათ რომ პრობლემა შეუქმნან, ანუ კაი, მიშა გადავიდეთ ცოტა პრაქტიკულ მხარეზე ახლა ნენელა. მე დღეს ვარ ასე თქვა დამსწრე ადამიანი, გისმენ ძალიან ყურადღებით. მაინტერესებს კი ბატონო. კაი. მოკლედ ძალიან დიდი ისეთი მოყვა ამბები რომ ანუ მე არ ვიცი ცული არ ვიცი ახლა ვინმე შეიძლება არ აქვს ესეთი აქტიური შეხება მაგრამ მე როგორც მისთვის მასიურად მოსახლეობას აქვს რა თქმა უნდა სოფელში ადამიანი არის ვისაც ცული არ აქვს სოფელში არა ქალაქშიც ბევრს აქვს ქალაქშიც ბევრს აქვს ანუ კი ბატონო მაგრამ ნებისმიერი ხელოსანი იქნება აგურის ხელოს აგურსად ბლოკებს მინახავს მაგითი ამტრომე ხოლმე ცულებს ძალიან ბევრი ადამიანი მოიხმარს დურგალი იქნება სხვადასხვა ხელოსანი ცულს მოიხმარენ ყველანი ხო რა მე მონაშკრეებზე და იმებზე არ უნდა ყველა სახში მაქვს ცული ანუ გულისხმობ ბებიის სახლი რა ანუ ჩემს გარშემო ცული დევს ყველგან კი ბატონო ხო და ну გაშლა კითხვა რა ცული ჩაწერეს პირდაპირ და მე მაინტერესებს პირველი ცული მევიტანე მიშა პირველი ცული მევიტანე სამხარაულში რომ მეთქი ცული არის თუ არა ცივი არ არის არის იმიტომ რომ არისო მაგას გეტყოდნენ დარწმუნებული. კი, მივიტანე. ფისკარსის მოკლედ ორმაგის ხო და ბევრი წერდა რომ განორის ხულია და იტყვები და სისულელია და რაღაცა. მეგობრებო. ეს კითხრა, ესე იგი რომ ანუ ეგრე კაკაც მე მგონი თვითონ საერთოდ ვკითხავ. ფიზიკური ძალით დასაზიანებლად ხო? არა, ეგენი არა. მაშინ ჩაკუჩი რატო არ არის? მე რომ მithქვა რომ ჩაკუჩი არ არის. ეგეც არის, კი ბატონო. მოკლედ მეგობრებო, აი ეს ფისკარსის მოდელი აღარ წამოვიღე ახლა, ხა დიდი ნივთი არის, ეგ ძალკე თემა არის, ეგ დიდი ნივთები როგორ უნდა ატაროს ხალხმა ისე რომ. რაში უნდა ჩადო, თქვა კარგად იყოს გადაფუთული. მოკლედ ფისკარსის ესეთი სალაშქრო ცული არის ცივი არაღი და გაითვალისწინეთ რა, არ ვიცი ახლა ბაზარებში ხო ვერგან იყიდება ცულები. ვერგან იყიდება კი მაგალითად ერთ ადამიანს ვისნობ, რომელიც არ ვიცი სად მუშაობს, მაგრამ აი სოგის ოდნავ მოკლე ცული როა. ხო. აი აქ შარვალზე მუდმივად ზეთ მქონდა, ეხლა არ ვიცი აქვს თუ არა, ანუ სულ ამით დადიოდა ის ადამიანი. ოღონდ სავარაუდოდ ძალიან ჭირდებოდა, არ გავდა ის გიჟდა გადარეულს, ჩვენთან ცხოვრობს რა საბურთალოზე. იცი რა მგონია ხოლმე, ადრესი მithქონს მიშა. ცუდად არ გამიგოთ. იმაში ვარი. ნელი რაინდის აღზევებაში არის ვქოდი, ხო? ბეტმენში რო არის. მოსამართლე რო არის, რა ქვია იმას, ოპენჰაიმერს რო თამაშობს. მოკლედ, როზიის რა და ჩაკბურს რო გურტყავს ყველაფერზე. სიკვდილი და ძალაუფლება რო აქვს ჩაგდებული რა, ცოტა არაადეკვატური ხალხს. რაღაცა მგონია რომ ხანდახან რაღაც მსგავს სამყაროში ვცხოვრობთ. კაი, ალბათ ესეც საკამოთვო არის, მიშა ნახე ესე წერია. გამოსაკვლევად წარმოდგენი ნაჯახი. დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული გარემოების გათვალისწინებით წარმოადგენს ცივი არაღს. და ნაჯახი ცული წერია. ნაჯახი და ცულიც შეიძლება სხვადასხვაა. მე ვიცი რომ სხვადასხვაა. მე ვიცი რომ ანუ რუსულში განსაკუთრებით სხვადასხვაა. ხო. კაი. მოკლედ ეგეთი სიტუაცია არის მეგობრებო. ცულები ვისაც გქონათ, გაითვალისწინეთ რომ ცივი არაღი არის და ჩვენს პრაქტიკას გაგიზიარებთ ჩვენზე გადატყდა მედანებზე პირველი ჯოხი.
და ჩვენს პრაქტიკას გაგიზიარებთ, რომ საბარგულშიც რო გედოთ ცული? შენ რა მაინტერესებს ეს სერბულ დანაზე როდესმე თუ გქონია აი რა ხამ მკითხე სამზარეულებს ჯერ არ ვეხები. არა, აქამდე თუ გქონია თქო რა, ანუ თორე ეგ ვიცი რომ კი ბატონო. სამზარეულებს ჯერ არ ვეხები. გასაგებია, კი ბატონო. სამზარეულები ბოლო ტურში იქნება. კი ბატონო, ბოლო გველეშაპთან ერთად იქნებიან სამზარეულოები. კი ბატონო. არ ვიცი, მე მაშინ ერთი ეს კითხვა მაქვს, დარწმუნებული ვარ რომ გექნება ახლა ეგ იურისტებთან ნასაუბრალი თუ როგორ არის სწორედ. სხვა ქვეყნების კანონმდებლობებს რამდენად ისე გაეცანეთ თქვა ამ პერიოდში? მე ამ პრინციპით გავეცანი რომ სადმე ესეთი უაზრო კანონი არის თუ არა რაღაც მაგის მოძიებას გადატანის ის თუ გაქვს აი როგორ განისაზღვრება გადატანის ფორმები წაკითხული. არა. ანუ მე რამოდენიმე შემთხვევა მაქვს, ანუ სადაც გაშიფრულია რა იგულისხმება უსაფრთხო გადატანაში. კარგი. და ანუ იმდენად თვალნათელია ყველგან პრინციპში რა რომ ანუ მაგალითად თუ ნებისმიერ ნივთში რომელიც ზმეიკით იკეტება და დაუშვათ ამ ზმეიკას დაუშვათ ხო ანუ ამ ზმეიკას აქ დამატებითი ჩამკეტი იქ კითხვის ნიშანი საერთოდ მოხსნელია რა პატარა ბოკლომი თუ ბოკლომი არ აქვს თუ ბოკლომი არ აქვს და ზმეიკა არის რა და ანუ ხელით არ ხდება და მანქანით ხდება გადატანა მანდაც მოხსნელია რა უბრალოდ თუ ხელით მიგაქვს ქუჩაში ну ბოკლომით უნდა იყოს ჩაკეტილი და უშოთ შეგიძლია ეს ცივი არახში ანუ აქ არის მთელი კინჟალები და ისინი ვატარო რა აქეთ ეგ. ჩემს ეგეც უაზრობა არის, თუმცა ჩვენთან შედარებით მოსულა რა, ჩვენთან შედარებით გაწერილი არის. იმიტომ რომ ხო, არა. დღეს ვფიქრობდი და საუბრობდი და სახელოსნოს ჩემთან და იარაღზეც კია გაწერილი, ანუ იარაღი ცეცხლსასროლი იარაღი რო გადაგავს, უნდა იყოს განმოხტული, რომელმაც თავისით შეიძლება რომ გაისროლოს. ანუ იმაზეც კი გაწერილია და ხო, კაი და მოკლედ ამაზე ეგეთ სიტუაცია არის მეგობრებო, ასე რომ ჩვენს გამოცდილებას გიზიარებთ მედანეები რომ საბარგულში ცივი არაღი ხშირად ამოუღიათ და ცული ცალსახად ცივი არაღი არის პირდაპირ წერია. კაი. მეორე ნივთიც დავინტერესდი მრავალფუნქციური შა. კი ბატონო. და მეცადე. რომელდეს ადრე დასკვნა გქონდა, ხო? არა, ამაზე არ ხონია. სხვა მრავალფუნქციური. გასაგები. აც გამიხსნია. ფერმა დაწერა ახლაც რო აი ეს. მაჩვენ ერთი როგორი შეფუთვებია. აი ესე მოდი დალუქული და. აჰა. ამას ხელით ხსენი, მაგრამ საპატრულოს რომ აქვს ხოლმე გროგიბრუნებს იმას ხელით ვერ ხსნი, იმას დანაჭირდება რომ გახსნა. გასაგები. დანის გადაში ვერ ხსნი ხოლმე. აი. აი ეს ნივთი მიშა. გასაგები. ბევრს გავუსვა პირველი კითხვა რა და გადავწყვეტე რომ შემოწმებინა პირველი ეს ნივთი. გასაგები. აი, ნაჯახზე გამოიცანი, ამაზე გამოიცნობ? კი. ხო. გამოვიცი. ნუ ალბათ ხდები იმით. ხო, ნუ კი ბატონო. კი ბატონო. ნუ ცივი არაღი არის მეგობრებო, ლეზერმანის ეს წერტუჩა რო იცოდეთ, ასე რომ ნუ არ გექნებათ იმის ილუზია, რომ იმით რა ქვია. ხო. ესეც არ ამგონია დიდად შევხებოდა მედანეებს, რა ვიცი, ჩვენ მედანეები პლოცკოების თემაში დიდად არა ვართ, უბრალოდ შეეხო ჩვეულებრივ, ანუ ადამიანებს ვინც შრომობენ. ძალიან ბევრ ხელოსანს შეეხო რა, რომელსაც თქვა აქვს მრავალფუნქციური ხელსაწყოები, რომელსაც აქვს ხელოსანს, პროფესიონალ მძღოლებს. კი, ინჟინერს მე მინახავს ინჟინერი. ანუ მეკიდა იმ მძღოლები, ვინც დელიკებით და იმაზე რო არიან, ტურებზე რო და ყველას აქვს. კი ბატონო. ხო და მოკლედ ისეთი თემა არის, რომ აი ეს ნივთი, რომელსაც აქვს აი უამრავი სხვადასხვა სახრახნისი, პლოცკო, შლიცევოი აპტიორკა მიშა. ესეც ცივი არაღი არის, მოკლედ. ეს არ ვიცოდი რომ გქონდა. ესა? შენია ესე, ხო? ეს ჩემი არის. ეს რომელი 2013-ში მაჩქეს. აჰა, გასაგებია. მოკლედ მეგობრებო, გაითვალისწინეთ მრავალფუნქციური ხელსაწყოც. დანას კიდევ ერთხელ. ჩვენთან დიდად არ გვაქვს მრავალფუნქციურები, გადაულესიათ. ქალაქში მასიურად სამეურნეო მაღაზიებში. ამაზე ვარჩიშობდი, ამაზე სწავლობდი გალესვას. ეს არ მახსოვს ხო კაი ხნის წინ ოს გადალესილი. აბატონო. კაი. აბატონო. აი თვალისწინ მოკლედ გორგიაში იყიდება, დომინოში იყიდება, ყველგან იყიდება, მოსახლეობას მასიურად აქვს. დღეს ვფიქრობდი რომ ალბათ power pin-ების პატარა რო არის, აქაც ხო 40 მმ-იან დანაზეა საუბარი. ნუ აი დღეს ხო ნახე ვიღაცამ რო დაწერა გამაჩერეს power pin-ით. power pin-ით გამოჩერდა და გაუშვესო? გამიშვესო. გამიშვ ძალიან ისეთი სახეთო შეხედაო. ესო არ არისო. ესე დაასკრო, ესო არ არისო.
თანამშრომლები მეგონია რომ გიყურებენ ვერთან მეგობრებს, გაითვალისწინეთ, აქამდე რო იძახდით ესე თავდაჯერებულად რომ ეს არ არისო და ესო პატარა არისო, ეგრე არ არის მეგობრებო, კანონი უნდა ავასრულოთ და ეს ცივი არ არის. ვიჭი იმ თანამშრომლებსაც ყავთ ოჯახის წევრები, ახლობლები და ჩვეულებრივად დიდი შანსია ვერ უშველონ. ხო, ნუ არ ვიცი, მოკლედ მეგობრებო, კანონი უპირველეს ყოვლისა და მოკლედ გაითვალისწინეთ რომ წელწუჩები, პლოცკოებიც მანაფაზი უნდა დავაყარა. ცივი არ არის. ნანაჩენი. კიდე იცი რა იყო კიდე იურისტებთან რო საუბრობდი მიხელი. ესეთი თემა იყო რა ანუ მეკითხებოდნენ რა ესე კრიტიკული მხრიდან მეკითხებოდნენ რომ რა არის გაუგებარი. ახლა მე ვეუბნებოდ რომ ვერაფერი ვერ გავიგე ეს კანონი რა არის ცივიარაღი, რა არის სამეურნეო იარაღი, სული თუ წერია, მაშინ სხვა რატო არ წერია. სხვა უწერიაო. ხელსაწყოები წერია და ხელსაწყოებს გავარკვევ მეგობრებო რა 1-2 საინტერესო ნივთი მაქვს მიტანილი და მე ახლა ესეთი ლეგიტიმური კითხვა მიჩნდება ხა სული თუ არა ხელეჩო რატო არ არის მაშინ ხო ნუ ძალიან ბევრი რაღაცა არის რა წალდი რატო არ არის აი სხვა რა ვიცი 1000 მაირის სამეურნეო ინსტრუმენტი რატო არ არის და ამ ცულების თემაშიც აკითხავი არის რა ყასაბი ის აქ გვაქვს ჩვენი მიდგარცის ის რა ქვია რა სტრაპარესი კი ეგ არის ცივიარაღი ეგ გასარკვევია ეგ გადმოიღე აბა გადმოიღე ვაჩვენოთ ერთი ჩვენი ასე ვთქვათ გამომწერების აზრი გავიგოთ რას ფიქრობენ დღევანდელი კანონით ეს ნივთი არის თუ არა ცივიარაღი დაგვიწერონ კომენტარებში არა გამომწერებით ცივიარაღია ხო მაგრამ ის არის მეგობრებო სამაშველო ინსტრუმენტი არის რა ჩვეულებრივი სამაშველო ინსტრუმენტი არის შუშის გასატეხი არის წავიღოთ ესეც სამხარაულში მაგრამ ამაზე დამიწერეს ცივიარაღია ანუ აი რაზე უნდა დავიწეროს ახლა დავიწეს რაზე წერს მიშა ცულზე დაწერეს ცივიარაღიაო და რავი ხელეჩოზეს უნდა დავწერო ცივიარაღი არის თუ არა და თუ დამიწერეს ხელეჩოზე რომ ცივიარაღი არ არის და წალზე მე სასამართლოში ვიტყვი რომ ვერ გავიგე მეთქი რა არის და რა და ესეც ჩემი აზრით ის არის სამაშველო ინსტრუმენტი არის მეგობრებო მოკლედ აი აქვს გასატეხი შუშის ჩვეულებრივად სტანდარტული შუშას რომ გატეხავთ თავისი ჩასადები მოყვება რომელიც მანქანაში ჩემი აზრით ყველას უნდა ქონდეს ყველა მწუხლის უნდა ქონდეს და შუშას რომ გატეხავთ ან შუშას თუ ვერ ტეხავთ არის მეორე ვარიანტი კიდე რომ აი ეს წინა შუშას პარპრესურო ეძახით ხოლმე ორმაგი ლამინირებული შუშა რო კი ბატონო გაგლიჯო რომელიც არ ტყდება აი ამითი გაგლიჯო და რო გახერხო და გახსნა თუ რაღაცა საჭიროება არის ძალიან მაგარი ინსტრუმენტია ძალიან მაგარი რა შეიძლება ადამიანს საერთოდ არ დაგჭირდეს და ღმერთო არავის დააჭიროს მაგრამ თუ დაგჭირდა ხო ნუ მოკლედ აქამდე ძალიან დიდი გაგვაქვს გასავლელი მიშა იმას ვიძახი კიდე ეს აზრი გამიზდაწერა ხო იურისტები რომ ეკითხებოდნენ რა რაღაც კრიტიკულად რა და რა არისო გაუგებარიო და მე მიყვებოდი რა და მე სიმართლე გითხრათ ეს 1 კილო უფრო კარგად გავიგე და იმათ პირიქით ვერ გაიგეს იმათ ვერ გაიგეს რა და ანუ 1 კილო რანაირად გავიგოთ ახლა 1 კილო დატვირთვას რა უძლებს რა არ უძლებს ექსპერტები ხო არა ვართო რა და მეც უთხარი მეც დავფიქრდი ახლა და ეგეთი მახასიათებლით დან არც ერთი არ იყიდება რომ 1 კილო დატვირთვას უძლებდეს არც ერთი ანუ რიგითმა მოქალაქე მისი დაცვა რო შეძლოს ხო უნდა იყოს მისთვის გასაგები რა ახლა ექსპერტი ხო არ იქნება ყველა და წერია ჩამკეტის garaშე დანას უწერია საბუთში ჩამკეტი არ აქვს და всё გასაგები არის ისე ჩამკეტი აქვს მაგრამ 1 კილო დატვირთვას უძლებს არ უძლებს მედი ახლა ხო და გაარკვევი შეძახში ხო ეს ძალიან საკმაოდ ახლა დაიჭირე კილო ათკენ და არა არც იცი როგორ უნდა იმასქნა გაზომო კარგად სამერანაირად რა და მოკლედ მაგაზეც იმას ვიზავთ მაგაზეც ვიდავებ დაუცილებლად დანარჩენი ახლა მეგობრებო სად არის აქ საკითხზე გავაგზავნეთ მუშაობას ერთ ვიტყვი კიდე აქაც ხარ გავაკეთებ აღშფოთებები ნახე ესე ზება რომელი ანუ მომხმარებლებს არ გულისხმობ აქ და ჩვენი მხარის აღშფოთებების გაიცანი არა მე გავეცანი ძალიან აღშფოთებულია სრულიად საზოგადოება მედანეთა საზოგადოება და მაგარი აქტიურობა კაროჩი ერთმანეთს კომენტარებში უწერენ რომ აბაო ეს რა ცხოვრება დადგაო რა ანუ აი მაგით თავდება მოკლედ იცი რას ვიძახდი ვერმა კიდე შეიძლება რომ მე დამაბრალოს რაღაც თემაში რომ მე ვარ მეაქტიურა ესე ხო შეიძლება არ შეეცვალათ არა ბევრი მაგრამ ეგ შენი ბრალია ხა ფაქტ მე აგე გაბრალებ ოფიციალურად გაბრალებ რომ ანუ შენ საერთოდ რო არ ყოფილიყავი ვაფშე რა ანუ დანების თემაში ყველაფერი კარგად იქნებოდა ბატონო გიორგი რა აბა და იმას მოკლეკაბა რო არ ჩაეცვა კიდე აბა შენეგად ой გარი რა მოკლეკაბა რო არ ჩაეცვა ყველაფერი კარგად იქნებოდა კაი მოდი ახლა გადმოვდეთ ახლა ამას უი აქ რა მქონია მიშა გამოვართვე კი გამოვართვი თუმცა აი ხლა
ესეთ სიტუაცია არის. მიშა ცალსახად შეგიძლია მითხრა ახლა ეს ცივი არაღი არის თუ არ არის? ვერ გეტყვი. ვერ გეტყვი მე ამას. კომიკური სიტუაცია არის, მეგობრებო, რომ ცალსახად ვერ იტყვის ადამიანი პლასმასის დანა არის თუ არა ცივი არაღი. იმიტომ რომ ეხლა რა არის გეტყვი რა. ამაზე კიდე კაი შეიძლება იღადაო, მაგრამ მოდი მეორე ვერსიას cold steel-ს რო აქვს პლასმასის დანები, რომელიც ჭრის რეალურად. ხო და არა უღადაო. ანუ კაი ნუ ამაზე ვთქვათ კიდე ან იმაზე რა უნდა ქნან მართლა მაინტერესებს რა. ერთი ეგ უნდა ვიყიდო რა. არა ცივი არაღია გეტყვი მიშა. პროსტა მიხვდებიან რომ თქვათ აი რაღაც ახალი მატერიალის ცივი არაღები გაიჩნდა და შეიძლება კიდე ჩაამატო რაღაცა. ხო, რაღაც ტერმინის ჩაამატებ რა. ჩაამატო და მე მაგიტო ვიძახი რა. რეზინის ცივი არაღი ან რაღაც. ხო და ეს ცალსახად ვერ მეუნები ცივი არაღია თუ არა. არა, ნამდვილად არ მაქვს, როგორ უნდა. ვიღაცა რომ მოვიდეს და მითხრას ესეთდანაც ცივი არაღი არის თუ არა, მე ვერავინ პასუხის. ხო, არა. რას ვიძახი რა. არა. დანა არის. დანა არის, ჩხოლეტავე არის. 1 კილოს უძლებს. 1 კილოსაც გაუძლებს და რა ვიცი ხა ჩამკეტი მექანიზმი როგორი აქვს რომ მიარტყა შეიძლება დააზიანოს კიდე. კი ბატონო, ხუიოზნაით. აი, კანჯ მაგრად ერთობა რა. ძვირფასო გამომწერება ბატონო გიორგი, მოკლედ, აი, ბატონო გიორგისთვის ეს არის მე როგორც ვატყობ, სერიოზული ჰობია უკვე რომ ანუ ჩემთვის არაფერი არ შეცვლილა მიშა უბრალოდ სათამაშოებზე ნამდვილად არაფერი არ შეცვლილა ჩემთვის არაფერი არ შეცვლილა საერთოდ და უბრალოდ იმაზე მეცინება რომ ამისი განხილვა გვიწევს საერთოდ ხო მე შევესწარი ერთ ფაქტს მოლში რომ ანუ ადამიანი დანასყიდულობდა და მეორე მითხრა სერიოზული სახით რომ აიცაო რა ბიჭო რაღა დროს დანაო ხო ხედავო სიმონო შეიცვალა კანონიო რა და ანუ ტიპი ყიდის ანუ არ გინდაო რა არ იყიდო მაინც ვერ ატარებო რა და ტიპი ყიდულობს ანუ ენდურას რა სპაიდერკოს მანამ ატარებს რა თუ რა აი შვებოდა ესეც დაფიქრდა მოკლედ მეგობრებო როგორც გითხარით რამდენიმე ალბათ თქვენ დაგჭირდება რომ ცოტა უკეთესად გავირკვეთ სიტუაციაში თუ როგორ მუშაობს კანონი ამას ამ ჩანთას რა ქვია? გოზვარნული ნივთების ჩანთა. ჩამჭრელი ჩანთა ხო? ჩამჭრელი ჩანთა არის. და ის ხო არ თქვა რაღაცა თანხის თემაზე რა ვისაც უნდა მონაწილეობის. ხო არა, რატო არა? ანუ უნდა თქვა, მაგრამ კაი, ანგარიშის ნომერსაც დავდებთ. კი ბატონო. ანგარიშის ნომერს დავდებთ და ვისაც გინდათ მონაწილეობის მიღება ამ ყველაფერში, შეგიძლიათ ჩაერთოთ და მე თუ მაგალითად ერთი წელი დამჭირდება პასუხების მოზაძიებლად ჩემი რესურსებით, ისე შეიძლება ერთ თვეში მოვიძიო. ხო, რაც მეტი იქნება იმისთვის, რომ დასკვნები გაკეთდეს, ანუ მაგ თემაზეც ალბათ მე როგორც წარმომიდგენია, რაღაც პერიოდულად იტყვი ხო, სავარაუდოდ, თქვა რამდენია, როგორ არის ხო, არ ვიცი ხა. დავთ ანგარიში და ანუ ძალიან ბევრი ნივთი არის, რომელზეც გვაინტერესებს ახლა მაგალითად ამაზე და ცულზე დაждდა 480 ლარი რომ გავიგო პასუხი და ჩემი აზრით ბევრს დაეხმარება, იმიტომ რომ ქუჩაში შეიძლება ძალიან ბევრი გააჩერვა და აჯარიმო და ის მაინც გეცოდინება რომ всё რა აღარ უნდა ატარო ესე რა ეს ის გავიგე რომ არასწორი კანონია მაგრამ ახლა რიგით მამოქალაქემ რა ქნას რა და ნუ აი პასუხი გვაქვს 500-დან და თან კონფისკაცია და ხა ადამიანებისთვის რაღაცები როგორი ძვირფასია ხა წარმოიდგინე ხა არ ვიცი ცულზე და ამებზე რა უნდა უთხრა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ გავფრთხილებთ და იცოდეთ რომ ესეთი სიტუაცია არის დღესდღეობით რა და დანარჩენი ვისაც გინათ რომ მონაწილეობა მიიღოთ ამ თემაში რავი რაც მეტი იქნება შესაძლებლობა უფრო მალე გავარკვევთ დანარჩენი მე 3 წელი დამჭირდა სადღაც ის რაც მქონა მოგროვებული რა ამ სიმაღლეზე იყო კი ბატონო და არასოდეს სხვისი რესურსი არ გამომიყენებია მაგისათვის მაგრამ ნუ ეხლა ესე გადავწყვეტეთ კიდე რა შემომჩნია იცი კიდე შემომჩნია იმდანების გაყიდვა რომ დაიწყეს რასაც დასკვნები იყო რა და რაზე ვერ გაიფობ იცი რომ აი განა ვინმეს კი არ კითხავ კაცო გინდა გაყიდე გინდა რაც გინდა ისქენი რა მაგრამ აი ისეთი მყისიერი რაღაცა აი ესე იგი როგორ ჩამოყალიბდა უკვე რაღაცა კონკრეტული ბაბლი რომ ეს ნავთობზე რო ფასი აიწევს და ბენზინი რო ზვირდება რა ანუ პარაკეტების ყიდის ხალხი ბანდერებს ყიდის ხალხი ანუ რომ პარაკეტზე სხვათა შორის ეს კანონი რო შეიცვალა ახლა ორი ჯარიმა უცებ ბაჯახის რომ ანუ მანამდე შეჩერებული ქონათ ფიქრობდნენ რაღაცებს რა და ახლა რაღაც ჩამოყალიბდნენ არ ვიცი ახლა და ორი ჯარიმა მომივიდა ზედიზეთ და ну სასამართლოში წავა ის რა თქმა უნდა ახლა 4 საჩივარი გვექნება სასამართლოში და ალბათ გავაერთიანებინებთ ეს ცივი არაღი არის მიშა რო იცოდე რა წინადაც ვისაუბრეთ თუ მე ჩემი ღრმარწმენით ეს ცივი არაღი არის რა და დანარჩენი ამაზე არა ეს ცივი არაღი აუ არ დაწერს მაგას ცივი არაღს დაგენიძლავი რომ მაგაზე არ დაწერს
ანუ იმენა არ დაწერს, განა იმას ვიძახი რომ არ არის. შეიძლება просто არ დაწერს ამაზე ცივი ერახს რა. აი მეგობრებო, მოკლედ დანის სიგრძეებზე რომ დავიწყოთ გარკვევა, ვისაც გინდათ რომ თქვა მონაწილეობა მიიღოთ, ახლა გადავწყვეტ ეს დანა თუ არა, მაგრამ მოკლედ დანის სიგრძეებზე გადავწყვეტოთ საიდან. კიდე ერთ მე როგორც სხვა რამე მაინტერესებს. კორვიდი, რომელიც წინა დასკვნით არ იყო ცივი იარაღი. ეხლა დაწერს ცივი იარაღიაო. ეხლა კი არა, მაშინვე დამიწერეს შესაძლოა ხოდამაჯარიმა კორვიდზე. ეხლა გუშინ მომივიდა მაგაზე. ანუ მაშინ ერთმანეთის საწინააღმდეგო წერდნენ და ეხლა შეიძლება შეთანხმებულად დაწერონ რომ ცივი არაღია. ანუ მან რა ლოგიკა მოქმედებს, რომ მანამ რა, რომ მანამ ვიყავი ბეცი და ეხლა გავხდი მხეცი თუ ანუ რა ისა. გეტყვი ეხლა, აი მაგალითად მე ესე მესმის რა. ის დასკვნა აღარ გამოდგება, იმიტომ რომ ცივი არაღი არის, გახდა იმ პარამეტრით, კანონი შეიცვალა, მაგრამ იმ კორვიდის დასკვნაში მე მიწერია რომ ეს არის სამზარეულო ტიპის ხო რაღაცა ნივთი ხო ნაკეთობა და მაგი გამომადგება მე თუ ოდესმე მაგალითად ვიტყვით რომ სამზარეულო დანები არ არის ცივი არაღი ნუ სამზარეულო დანებს არ ვეხები ჯერჯერობით იქ არ მეორდები ნუ იმაგაზე ვიდავებ რომ კორვიდი დასკვნა მაქვს რომ სამზარეულო ნაკეთობა არის ანუ მე გამომადგება ანუ წვეტი არა აქვს რომ მიწერია მე გამომადგება რომ ვიდავებ რომ წვეტი არა აქვს და შენანაირი ნმუნები ახლა წვეტი აქვს მაგრამ ცივი არაღი გახდა უბრალოდ ის სხვა პარამეტრის გამო გახდა ცივი არაღი შეიძლება ამეწევია გავიქე. მაგრამ შენ მაინც გჯერა შენი ღრმა რწმენით რომ ეს ცივი არაღი არ არის. მე ნუ იმას მეშვები ტერმინებს მე ვიძახი რომ არ დაწერს ამაზე ცივი არაღია. მე არ ვიძახი არც ერთზე რომელი არის და რომელი არ არის. აი. просто ეხო გეუბნები მზად ვარ რომ საჯაროდ დავდო ნიძლავი ამაზე რომ ცივი არაღი არ არის. შენ რაღაცა ერთი ნიძლავი მოგიგეთ მე და შენ მაძმა მოგიგეთ და არ ჩაგიბარებია აგერ სხვათა შორის. აი შეიძლება მე და ნიკა რაზე გავჭირდით ამაზე მე ვიძახი რომ ანუ მე ვიძახი თქო რომ ანუ მზად ვარ დაგენიძლავო სახინკლეზე რომ ეს ამაზე არ დაწერენ ცივი არახს კარგად არ მახსოვს ეს საიდან გავზომე კაი დავნიძლავდით კაი რა პრობლემა არის всё დავნიძლავდით კაი ბატონო და მოკლედ აგერ დავნიძლავდით ვარკვევთ ახლა ხო გავარკვევთ რომ ნაჯახი ცივი არაღია დავიწყოთ და ზომებით ტელტუჩა ცივი არაღი არის დავიწყოთ ზომებით ანგარიშის ნომერს დევ დანარჩენ ვისაც გაქვთ სრული მონაწილეობა მიიღოთ ამ ყველაფერში ხო თუ არა და ჩვენ როცა გვექნება პასუხი ჩვენ მაინც გაგიზიარებთ ჩვენსას ჩემი რმარწმენით ამაზე არა რმარწმენას არ ვიტყოდი გადამეტებულია მაგრამ ცივი არაღი არის და ხო ნუ ლევან ამაზე თუ დაწერთ რომ არ არის ცივი არაღი ამაზე სასამართლოში ვიდავებთ იმიტომ რომ მე ვერ გავიქცე ეხა ზემოქმედება მოწმეებზე ზემოქმედებაზე რა უბედურებაა ხა ამოჭერით ეს ეხა როგორ შეიძლება ნუ მე არ ვიცი ეხლა მაქსიმუმ აღარ უნდა ანუ ფსონი შედგენილია მაგ თემას ეხა მიშა всё მივხედავთ მივხედავთ კი ბატონო მე აქედან ვზომაო ნახე მაინც არ ჩერდება არა ხო მოიცოდეს ხალხმა რა ხო კი ბარემ კაროჩე მაგაზე მაზიანი აქვს და ეს აქიდან გაზომეს მა საკითხი გაგვიზარდა კაი მე ავიტარ მაგას მოკლედ თავარი არის რომ ამაზე მოვისმინოთ რა იქნება ცივი არაღი არის თუ არ არის კი ბატონო კაი ისა გავშალოთ კიდე ეს ჩანთა გავშალოთ აბა კი საინტერესო ნივთები ხო აი ამაზე მოსახატებია არ არის ცივი არაღიო და ეს მიშა ხო ცალსახად 40 მმ-ზე მეტი არის მე გავზომე ეს და ანუ ზუსტად არა სხვა რამეს არ წერია იქა გავიკე ანუ მე როგორც გავიკე თვითონ თავიანთ ლოგიკაში ამ კანონთან ვისაც ცოტათი ქონია შეხება აი ამ ვიქტორინოქსებზე იძახიან რომ აი რა გინდათო ესო ხო დაშვებული გახდაო. დანაირად 40 მმ. არ ვიცი. ანუ просто გეუბნები იმ მაგალითად იმ კომიტეტში, სადაც იყო ერთ-ერთ პარლამენტარი, სიტყვით ვიმეორებ. ეს ძვირად იძახი შენ ადრე რო გახდა. ეს ეხლანდელს მე გეუბნები ცოცხალ ამბავს არ ვიცი განიხილეს просто ამის ნათქვამ სიტყვებს გეუბნები რომ ვიქტორინოქსის ესო ეხლა ხო შეგიძლიათ წყნარა დატაროთ. ესე თავის პოკერს თამაშობდა თავის მეგობრებთან ერთად და იქ ეს ფრაზა გაჟღერდა. მე მგონია რომ ამას აპრავებენ რა.
არა, მე ამაზეც ვიდავებ 40 მმ-ზე მეტია ცალსახად. კი ბატონო. ხო, გეთახმები. ანუ ბევრი რო იძახდა 40 მმ-ი დაშვებულია, ალბათ არ გქონათ გაზომილი რა 40 მმ-ი რა ხელა არის. კი ბატონო. აი ეს 40 მმ-ზე მეტი არის მიშარა და მე ამაზე ვიდავებდი რომ არის თუ არა ეს ცივი არაღი. მის ხო მაშინ მე და შენ ხო ვისაუბრეთ რომ ერთ-ერთი კანონიდან აქვს აღებული არ მინდა ეხლა გავაჟღერო არ ჩენერ გავაჟღერო რომელი კანონიდანაც აიღეს 4 სანტიმეტრი რა არა მგონია მე მაშინაც არ დაგეთახმე არ მგონია მაგდენ წაიღე ან შენ არ გონია რომ ეგეთი დავთქვა ჩემი ლოგიკა სხვა იყო არა მე ვიძახდი რომ 6 სანტიმეტრიან დანებზე რომ მოვაგროვეთ ვიღაცამ თქვა რომ აი ბევრი დანები ყოფილაო და მე ვიღაცამ თქვა რომ კაი ხუთიო და მე მესამე 5-ზე არ იყოსო ბევრიო და მაშინ 4 იყოსო რა ჩემი ლოგიკა ეგ არის სულ წარმოდგენა გაგი ანუ შენ ფიქრობ რომ წაიკითხეს და რაღაცა ცოტა მე მაინც ისე შევხედე რომ მეთქი დაგუგლა მაინც და რაღაცა ნახა რომ ჩემ მეგრებ წამს რა ვერ დავდებ თავს ვერ დავდებ მეტია გავარკვეთ ადრე თავს ვერ დავდებ ნამდვილად შევხდიან გავარკვეთ შევხედავთ რაღაცა სადმე როგორ არ შევხვდებით და რაღაცას მოვიკითხავ და მოვიძიე აი ამოიღო შემდეგი ნუ კი ბატონო ანუ ამაზე ესე იგი ჩვენ შენ ასაღებია ესეც რა არ ვიცი ციგარაღია თუ არა მე შენ არ იძახი მოკლედ რა რომ ანუ ვერავის ვერ ეძლევ იმის იმას რომ ამით იარე და რამე ხო არა რანაირად მე მაგალითად პლოცკოზე დავდებდი თავს კი ბატონო და არ ყოფილა ცულზეც მაინც ამჯერადად ცული კი ეწერა მაგრამ რა არ ვიცი იქ კვერთხიც წერია კვერთხი და კვერთხი მე ვიცი სხვანაირ კვერთხი არ ვიცოდი მე ჩავი კვერთხი ვიცი რომ დააქვთ ხოლმე სამღვდელოებას ხო არა ნუ ყოფილა ესეთი შიპებიანიც სიმართლე გითხრა ისიც საშიშია მე მინახავს ვიდეოები რომ მოდელი მე დავშერა ჩასვას კი მეც მინახავს მაგრამ კვერთხი წერია და რავი სულიც არ მეჯერა და დაწერეს და ამაზე თავს ვერ ვდებ მეგობრებო რა შეიძლება რა მაინტერესებს მაშინ ბუსუსებიანი პრეზერვატივები რო აკრძალეს ეგ ისე ვაკრძალვაშია თუ არა მეგონია რა უგზავნა არა გასა პროსტა განხილვა ჰქონდა იყო და ბოლოში არ გავიდა საჭიროა მაინცო და არ ქნეს გასაგები ასე ხარ ამ იმაზე უფრო გონიერად იმოქმედეს ვიდრე ამაზე მე წინადაც ვიძახი მიშა რომ სიტუაცია რა ზოგი რაღაცა იქ კონსპირაციული თეორია ის იმაშუება რომ აი იარაღს გვართმევენ და რაღაც მე მგონია რომ ბევრად მარტივად არის საქმე რა ხო ნუ ანუ პრობლემა მიაღწია პრობლემა დაინახეს რაღაცა საკანონმდებლო კაზუსთან წინაშე აღმოჩნდნენ და ფიქსირეს ზემოთ რომ პრობლემა არის ზემოდან ჩამოვიდა ბრძანება მოაგვარეთ მიხედეთ როგორ უნდა მიხედოს ახლა ქვემოთ ადამიანმა რა მაგას რა ხო დაიწყო უმფროსმა თქვა და ახლა ხო და გადაწყდა რომ უფრო გამკაცრონ რა წინაც ეგრე იყო წინა გამკაცრებაც და ეხლაც ეგრე არის რა და ყოველ შემთხვევაში ისე არის გამკაცრებული რომ მედანებმა არ ენერგულოთ ჩვენ არაფერი არ შეგხვდება აბსოლუტურად არაფერი ანუ როგორც ვაგროვებდით ვინც ვაგროვებთ ისე გავაგრძელოთ და არაფერი შეცვლა საერთოდ კაი გავშალოთ ახლა დანარჩენ საკანონმდებლო თემას რაც შეეხება მიშა მე ისევ ახლიდან ვიწყებ რა და იგივე კითხვები მაქვს იგივე გზა გაქვს გასავლელი ხო კი მე პარლამენტში ვარ ამითი ნამყოფი და კიდე წახვალ ხო თუ დამიძახებენ რა უცდელობა მაქვს მან თუ არა სამხაროულში წავალ კი ბატონო ნუ თვითონ ის ფაქტი რომ მე 240 ლარი უნდა გადავიხადო ამაში რომ დავადგინო ეს ცივი არაღი არის თუ არა სასწაული ფაქტი ეგ ცოტა ისეთი ფაქტი არის მაგრამ ცალსახა პასუხი მე არ მაქვს ამაზე ცივი არაღი არის თუ არა მაგაზე ხე იმათი მხრიდან მე წარმომიდგენია ისინი რომ დებატებში რომ დაჭდნენ რომ აიო ესენი როგორი მოცლილები არიანო ხალხს უჭერსო და ესენი 240 ლარებს რაში ხდიან აი მაგას ამოგვაძახებენ კი გაგვამტყუნებენ იქით გაგვამტყუნებენ აი მესმის შეიძლება დაუჯერებელი არის მეგობრებო მაგრამ ნუ ექსპერტიზა და კანონი არის რა და ყველაფერი უნდა იყოს იმის ჩარჩოებში და დანა არის მაგაზე ხო არ დავთ რომ ეს დანაა ჩანგალი ხო არ არის მე არ გეთახმები არ არის ეს დანა არ არის აბა რა ქვია შპატელი არა რანაირი შპატელია მე დანა არის საბუჩი დანა უწერია რომ ვიყიდე დანა ეწერა კი ბატონო საბავშვო დანა მაგაზე თავხდები რომ დანა არის კანონში წერია დანა სადღაც წერია გასაჭრელად მჭრელთვისებაზე მე თალკე ვიდავებდი კანონში რა წერია რომ დააფიქსირეს კანონში რომ მჭრელი და მჭხლეტავი ყველაფერი ჭრის მეგობრებო კოუზიც კი ჭრის გააჩნია რა დაწვევი და რას რაც არ უნდა გალესილი იყოს ყველაფერს ჭირდება ძალ დატანება რომ რაღაცა გაჭრას აბსოლუტურად ყველაფერს და დანარჩენი რაც უფრო ბლაგდება მით უფრო მეტი ძალ დატანება ჭირდება და ზღვარი სადღაც ჭრასა და ბლაგს შორის თუ ესე კანონშია გაწერილი მაშინ ის უნდა იყოს გაჭრილი ზღვარი სადღაც ნამდვილად თორე ესეც გაჭრის თქვა მაგალითად ბასრი თუ გაჭრის 500 გრამი დატვირთვით ერთი 50 კილო დატვირთვით ამ მთელი ხელი ძალით რომ და ხელს გაჭრის ახლა კატრა იცის ლევანი
კატრა დავდგათ. და ის თოკი ხო არ ვიყო კანაფის. მოკლედ, მეგობრებო, დანა არის მაგაზე თანხმდები, თუ უნდა სხვა აზრი გვაქვს, სხვა აზრი დაწერეთ და აშკარად მჭრელი თვისებისათვის ხერხიც გვაქვს. კი ბატონო. ეს ხო ნახდა მჭრელი თვისებისათვის არის, რომ კიტრი გაჭრას ბავშვმა. აბარა. ხო და ნუ მე სადიღიდე. პეპელაში თუ იმაში საბავშვო მაღაზიაში. ბავშვი. დამიბრუნებოდა. დანიელის არის? სამიგობს მომავალ და მაისაშვილო დიდი საქმეები მაქვს საკეთებელი ამით ხო? არა დღეში ვარ ბიჭო. ნუ დავადგენ მე ამას სიერაღი არის თუ არა. დანიელ ბოდიშ გიხდით სრულიად მედანების სახელით. და ნუ ზოგადად ანუ აბსურდია მეგობრებო ეს, მაგრამ ნუ მე მჯერა როგორც მანამდე მჯეროდა რომ აქედან გამოვალთ, გამოძრებით დავახცევთ თავს. ეს თუ ცივი არაღი არის მიშა, ჩემი აზრით სხვა პრობლემა გვაქვს. კი. ხო და თუ არ არის ცივი არაღი, მე სხვა პრობლემა გვაქვს. მაშინ უარესი პრობლემა გვაქვს. თუ არ არის? რატო? ისე არა, რავი, კიდე რო იყოს, უფრო ალბათ ჯობია რომ იყოს და გაიგებ რომ კემაიც. და გავიგებ თუ დანაა და ცივი. დანაა და ცივი არაღია რა, სათამაშო, მათამაშო ისიც ცივი არაღია მე რა უკვე რა, ავტომატურად მორჩა რა და თუ არ არის, მე ესეთი პრობლემის წინაშე ვდგებით რა. ეს რაღაცაა მაშინ რა, მაშინ ეგეც არ არის. მაშინ ეგეც არ არის. მე თუ ეს არ არის, მე მობლაგვებული პატარა ისეთი გვალი წვრით ისიც არ არის. აჰა, მე ესეც. მე ესეც არ არის. მე მე რა ვქნათ და მოკლედ გავარკვევთ მეგობრებო ამ ორი გოჭი ღორია მე და კაროჩი. კი ბატონო. კაი, გავიდეთ ფინალისკენ. გავიდეთ კი ბატონო. ორი საინტერესო ნივთი მაქვს ძალიან დატოვებული, მაგაზე პასუხი უკვე ხვალ მექნება, თუმცა ალბათ მაყურებლები მე მოგვიანებით გაიგებენ. მაგით ალბათ გადავწყვეტ ახლა ამ პლოცკოზეც ვფიქრობდი სიმართლე გითხრა სანამ მოვიდოდი დღეს ცოტა ის ვქონდა რა რაღაც განვიცადე რა პლოცკო ჩემთვის ფსიქოლოგიურად მიუღებელი იყო რა რომ ცივი არაღია და მე ვფიქრობდი მეთქვა თუ არა ხალხისთვის. ხო, ნუ სიმართლე გითხრა ერთადერთი პასუხისგებლობა ვიგრძენი რომ რო არ თქვა და ვინმე რო დააჯარიმონ, ნუ მე შემაწუხებს სინდისი თორე სხვა შემთხვევაში მე არ მინდოდა ამისი თქმა რა. რო თქვა პლოცკო ცივი არაღი არის. იცი რამდენად აქედან მე შეიძლება დამოვიწყდეს და რეკო ბიძა ჩემს რა მუდმივად კამარზე აქვს და გია მოიხსენი ეს არა ქვია ლეზერმანი ან სუ კამარზე აქვს რა ადამიანს რა არც მალავს რა დადის სამსახური რუსთაველზე აქვს ანუ იდეა ვითომ ამ კანონის პოლიციის არის რაღაცა პრევენცია დავარქვათ ხო პრევენცია არის ამ ყველაფრის იდეა რომ დანაშაული შადენა აღკვეთოს პრევენცია რეალურ ცხოვრებაში ამ კანონს პრევენციის მაგივრად პოლიცია იყენებს სადამსჯელოდ რა თქმა უნდა, იმიტომ სადამსჯელოდ იყენებს. სხვა კანონებიც არის, ბევრი ისეთი კანონი არის, რომელსაც არავინ ყურადღებას არ აქცევს და თუ რაიმე საჭიროება არ იქნება ხოლმე, არ ამოქეკავენ. უბრალოდ არის, ეგ ყველა ქვეყანას ეგრე აქვს, კი ბატონო. ბევრი არის, ყველაფერს ვერ გაწერ, მაგრამ რაღაცა ამ კონკრეტული შემთხვევაში გახდა ისე, რომ სადამსჯელო არის, თორე აი იმას რაც უნდა თქმა, რომ ეხლა პლოსკოთი ადამიანი არავისთვის просто განვითარებული ქვეყნები, როდესაც პრობლემა რაღაცა წარმოჩნდება ხოლმე, იმისთვის კანონს აკეთებენ, კი, აი როგორც რიკოს კანონი როა ამერიკაში აი აქ რა და ის კანონი მე რაღაცა პერიოდი ჭრის იმ პრობლემას. აი ამით რა გადაჭერეს. просто მართლა თავითონ სადმე დაწერონ რა. არა, მიშა, არაფერი არ გადაჭერეს, უბრალოდ ვერ ერკვევიან საკითხში, ეგრე კარგად. აიღეს რაღაცა ეს ბოლო გამოცდილება, აგი 6 სანტიმეტრიანი დანები ყოფილაო. მრავალფუნქციურს ხო იცი რატომაც შეეხნენ? სპაიდერკოს გამო. ხო, ვიცი, როგორ არ ვიცი. ვიცი, მრავალფუნქციური, რომ ისეთ მრავალფუნქციურებიც ყოფილაო, რომელსაც რაღაცა რომელსაც და ნაღდიდან ნაღდი. როსიტახი. და მოხდა მე უკვე ესეც მან რა და მოკლედ რაც არის ეს არის, ნელა გავარკვევთ ყველაფერს და გაგიზიარებთ მეგობრებო. სხვა კიდევ ერთხელ რა ვიცი, ხელოსნების შეეხო სამეურნეო მეორე მხრივ ვიცი რა არის, პოლიციელების ის ვიცი რა. ან ჯერჯერობით ეხლა პოლიციელებმა მართლა არ იციან, იმიტომ რომ ბოლო დღეებზე მაქვს ლაპარაკი, რამოდენიმე შემთხვევა ზუსტად ვიცი რომ პოლიციელებმა უკან დაუბრუნეს მრავალფუნქციური. ეს არ არის ცივი არაღია რა. ხო, ნუ გაირკვევიან პოლიციელებიც ნელა და რასაც არ უნდა თulis პოლიციელი, ჩემს კანონი და აღასრულოს და ფაქტია რომ აგერ ანუ ეს მიშა საბარგულში რო გეტოს დღეს ცივი არაღია რა.
აბა და საჭიროებს ექსპერტიზაზე გადაგზავნას. მე იქ იყო ესეთი კითხვა იყო კიდე რომ ეს 500 ლარიო ერთ თვეში რო გავიმეორო ისევ 500 ლარიო და ეგრე არ არის ამაზე პასუხს გავცემ ანუ კანონში ეგ გაწერილი არის სანქცია ანუ ხელმეორედ არის მე იზრდება და შემდეგ არის უკვე სისხლის სამართალი მესამე იმაზე ერთი წლის იმაში ხო დიაპაზონში ნუ მაგას გაგიზიარებს ახლა მე ფაქტიურად ორი აქტიური ჯარი მაქვს ჯერ სასამართლოში არ შემიტანია დღეს მომივიდა ერთი პასუხი და ორ შაბათს 3 დღის უკან მომივიდა სად მოგივიდა შეიცვალა პრაქტიკა ახლა ტელეფონზე მომდის ხოლმე რომ დაჯარი მიდიო მანამდე თუ პატრული მოდიოდა და ანგიბარებდნენ და მე მან ნეტავი თეორიული შანსი მაქვს რომ მივიღო ჯარიმა შენ ისე ბენჩმენს ჩივი აღარაფერს არ ვჩივი პროსტა ანუ კი ვჩივი ანუ გავე მოუნდა ამდენი ხანი გავიდა აი მოუნდათ რა და სადმე გამოკიქის რა ვიცი არ მგონია ხო და ნუ ფაქტია ახლა ორი აქტიური ჯარი მაქვს ერთი კვირის ინტერვალით მე და ნახოთ აბა ერთი თუ დამიჭერენ ბენჩმენი ვინც სამართვა ის რო გავაძრე იცი ჩვენთან დანასყიდულობ და მაგან წაკეთვა ჩვენ მეცნობა რა მაგრამ თუ ვერ და აღვიდგინე რომ ეგ იყო რა ან მაგან კი არ წამართვა 4-ნი იყვნენ რა ნუ ერთ-ერთი იყო იმ 4-დან მოკლედ პატრულიებდნენ სპორტის სასახლესთან და გასაგებია კი ბატონო კაი მოკლედ გავიდეთ ბოლოში ვუსურვოთ ჩვენ გამომწერებს გარკვეულ ასე ვთქვათ კანონში ეს ვიტყვი ამიშა ძალიან ცუდი სიტუაცია არის მე გული მწყდება მაგალითად რომ სამართალ დამცავებთან არ მეგობრობთ ესეთ სახელს ვავარქმევდი რა ახლა ჩვენ ჯგუფში ჩვენს მაყურებლებშიც ხო ბევრი სამართალ დამცავი არის და რაღაცა გეგონება ხიდი არის ჩავარდრილი რა ისინი არავინ არც კომენტარს არ დაწერს არც იმას არ დაწერს იმათ აქვს პრობლემა ხო ალბათ უფრო რა ვიცი არ მგონია სიტუაციიდან გამომდინარე რაღაცნაირად გაყოფილები ვართ ვიღაცა კითხვას დასვავს ცივიარაღი არის არავინ არ წერს არავინ არ ეხმარება ვთქვათ პოლიციელი ვთქვათ მოქალაქეს რო წერს რომ ხალხო როგორ გადავიტანო და რაღაცა მოქალაქეები ერთმანეთის იმედად ნუ არიციან თვითონაც ალბათ აბა რას დაუბრალო შეიძლება არიციან მაგრამ მე მჯერა რომ რაღაც სხვა მიზეზი არის ანუ მარტო კითხვაზე არ არის ზოგადად საერთოდ სოციქსელებში არავინ არაფერს არ წერს ნუ ეგ არის მე მაგათი სამსახურეობრივი დავალება რა მე კიდე ეს რა თქმა უნდა ნუ მოკლედ იმის თქვა მინდა მე რომ არის თუ დავალება არის რა თქმა უნდა დავალებას ვერ გადახვალთ ახლა საპირისპიროდ მაგრამ რა დაგვეხმარეთ რა იმეგობრებოდ ხო მაგრამ მაგის ილუზია მე არ მაქვს კი ბატონო გიორგის თავისი სურვილები აქვს ღმერთმა ხელი მოგიმართოს მე ეს მეთოდი მაქვს რა სხვანაირად ვერ ვარკვევ დანარჩენი თუ ვინმეს გააქვთ პასუხი ისე რომ თქვა რესურსი არ დავხაროთ და რაღაცა და სანამ კანონს გავარკვევთ და დავალაგებთ და ერთმანეთთან წინააღმდეგობაში რა ვიყოთ აუ გაგვიზიაროთ ხოლმე თქვენი გამოცდილება. კი ბატონო, მე უბრალოდ მათი მე მესმის რაღაც კუთხით, ასე რომ კუთხით მეც გავიგებ, მაგრამ ის არ მესმის, რომ საერთოდ აი გეგონება არ არსებობენ, ეგრე რო არის ეგეთი სიტუაცია. ანუ არა და რა ვიცი, ჩვენს გვერდზე არიან, ბევრთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ვერ ვარკვევთ ელემენტარულ საკითხებს. კი ბატონო. და ნუ რაღაცნაირად ლამაზი არ არის ესეც ახლა. კი ბატონო, მაგაში გეთახმებით. კაი მეგობრებო, გავიდით, მოკლედ ეს იყო ერთი კვირის შეჯამება, იმის თუ როგორ მუშაობს კანონი, სხვა რეალობაში ამოქმე და უკვე მე ვიცი რომ რამდენიმე პლუს ხო წაართვეს, გადააგზავნეს ექსპერტიზაზე, წაართვეს უხეში სიტყვა არის, გადააგზავნეს ექსპერტიზაზე. ხო და ისინი ცდილობდნენ პასუხს და დანარჩენს კიდე მე აქვე დავამატებ რომ ძალიან არ მსიამოვნებს, როდესაც ჩვენი ფორმატი ეთმობა კანონს, იურიდიულ საკითხებს და ანუ ბევრად უფრო კმაყოფილი ვარ, როდესაც უშუალოდ დანებზე ვსაუბრობთ, მაგრამ თემის ასე ვთქვათ სიცხელიდან გამომდინარე უბრალოდ ვალდებულებად ჩავთვალეთ თავი და ბატონი გიორგი კიდე 10 მაგათ და 100 მაგათ არის ჩართული იცით ყველამ და ამიტომ თუ ვინმე მოგაბეზრეთ, ბოდიშ გიხდით, მალე დაუბრუნდებით უშუალოდ დანებზე საუბრობთ. ეგეთ ვკითხოთ, შენ ვთქვათ არ მოვაბეზროთ თავი ამაზე მაგაზე. კი ბატონო. კომენტარებში დაწერეთ ისურვით თუ არა ამ თემას რომ დაუთმოთ კიდე ვთქვათ. კი ბატონო, ხო, კი ბატონო. კი გეთახმები, კი. თუ ვიტყვით რომ არა და გასაგებია ყველაფერი და სხვა რაღაცაზე ვისაუბროთ, აბსოლუტურად. კი ბატონო, ნება თქვენია ნამდვილად თქვენთვის კეთდება ეს ყველაფერი. აბა მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ ვიდეოებამდე.